მოგესალმებით. ამ ვიდეოში განვიხილავთ, როგორ შევქმნათ ახალი კოლექცია. ახალი კოლექციის შესაქმნად ვაწვევთ Create New Collections. ჩვენ შეგვიძლია ჩვენს კოლექციას დავურთოთ მისი cover page, ანუ ყდა. ამისათვის დავაწყაპუნებთ წარწერაზე, ავირჩევ ჩემი კომპიუტერიდან ატვირთვა და ჩემი კომპიუტერიდან ასატვირთად, მოდი მე ავირჩევ Story Jumpers. მოვნიშნავ Story Jumper-ის, ესე ვთქვათ, icons და შესაბამისად, ახლა ჩემი, ესე ვთქვათ, cover-ი მზად არის. დავადასტურებ და პირველი საფეხური გავიარეთ. აუცილებელია, რომ დავასათაუროთ ჩვენი კოლექცია. მე ამ შემთხვევაში დავაწერ. კი ბატონო. ასევე შემიძლია გარკვეული განმარტება მივცე. კოლექციის შექმნისას მოდი ვნახოთ, რა ტიპის რესურსი შემიძლია რო აქ დავამატო. დავაწყაპუნებთ plus ღილაკს და როგორც ხედავთ, არჩევანი საკმაოდ დიდი მაქვს. პირველი ფუნქცია ბმულის ჩასმა. ამისათვის უბრალოდ ჩავაწყაპუნოთ მოცემულ გრაფაში, ჩავსმათ ბმული, რომელიც წინასწარ გვაქვს მომზადებული და როგორც ხედავთ, ბმული უკვე ჩაშინა. შემდეგი ფუნქცია ტექსტის აკრეფვა. ჩვენ შეგვიძლია აქ ავკრეფოთ ნებისმიერი სირთულის ტექსტი, მოვახდინოთ მისი დაფორმატება, როგორც ხედავთ, ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ ბმული. მაგალითად, დავწეროთ. შემდეგი ფუნქცია YouTube-ის ბმულის ჩასმა. YouTube-ის ბმულის ჩასასმელად ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ მოვძებნოთ YouTube-ში ჩვენთვის საჭირო ვიდეო. აქვე ეძებს, როგორც ხედავთ, მოვნიშნოთ სასურველი ვიდეო და დავაწყაპუნოთ დამატების ღილაკს. ვიდეო დაემატა. შემდეგი ფუნქცია შეგვიძლია ჩანიშვნების დამატება, ასევე შეგვიძლია სურათის დამატება. შეგვიძლია ვისარგებლოთ ორი ტიპის სერვისით, ავტვირთოთ სურათი ჩვენი კომპიუტერიდან, ან ავიღოთ ბიბლიოთეკიდან. ბიბლიოთეკის შემთხვევაში გვთავაზობს საიტი თავის ბიბლიოთეკას, როგორც ხედავთ, შესაძლებელი არის, რომ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი სურათი, მაგალითად, აი ამ სურათს ავირჩევ და ეს სურათი დაემატა ჩემს კოლექციას. ფაქტიურად მე შემიძლია შევქმნა ძალიან საინტერესო რესურსი ტექსტებისა და სურათების გამოყენებით. თუ არ მსურს ეს სურათი და მინდა შევცვალო, ავირჩევ რედაქტირების ღილაკს, ფაქარს, ხოლო თუ მინდა წავშალო, ავირჩევ წაშლის ღილაკს. შემდეგი ფუნქცია, რომელიც ასევე მე შემიძლია გამოვიყენო, ეს არის PDF-ის ფაილის დამატება. ვირჩევ ჩვენთვის სასურველ PDF ფაილს, მოვნიშნავთ და ვამატებთ. როგორც ხედავთ, ფაილი დაემატა კოლექციას. ასევე შემიძლია ნებისმიერი ფაილი შემოვიტანო ღრუბლოვანი სისტემებიდან, ეს არის Google Drive-ის სისტემა და OneDrive-ის სისტემა. მე უბრალოდ უნდა მოვნიშნო ის ფაილი, რომელიც მინდა დავამატო და ის დაემატება ჩემს Wakelet-ის ბიბლიოთეკას. კიდევ ერთი ფუნქცია, რომელიც მე შემიძლია ამ შემთხვევაში გამოვიყენო, Wakelet-ში ინტეგრირებული არის Flipgrid-ის საიტი, შესაბამისი ფუნქციონალი და მე შემიძლია აქვე ჩავწერო Flipgrid-ის სერვისის გამოყენებით ვიდეო, რომელიც ასევე ჩაშედება ჩემს კოლექციაში. მას შემდეგ, რაც მოვჩებით კოლექციის შექმნას, ვადასტურებთ ღილაკით Done. თუმცა მანამდე შეგვიძლია განსაზღვროთ ჩვენი კოლექცია დარჩება დახურული, დახილული იქნება მხოლოდ ჩვენთვის. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ადამიანებისათვის, ვისაც გაუგზავნით ბმულს, ან გავაზიარებთ ყველასთვის ხელმისაწვდომად. მე ამ ეტაპზე დავტოვებ დახურულს, დავადასტურებ ღილაკით Done, შესაბამისად ჩემი კოლექცია უკვე მზად არის. ნებისმიერ დროს მე შემიძლია მოვიწვიო ჩემი კოლეგა ან მოსწავლე
ჩემს კოლექციაში, ამისათვის მაქვს, როგორც ხედავთ, ბმულის საშუალება, ასევე შემიძლია QR კოდით მოვიწვიო ან სპეციალური კოდით. ასევე შემიძლია მოვიწვიო ელექტრონული პოსტის საშუალებით, დამჭირდება მისი ელექტრონული პოსტის ჩაწერა. ნებისმიერ დროს შემიძლია ჩემი კოლექციის რედაქტირება, edit collection-ის ღილაკის გამოყენებით, ასევე შემიძლია კოლექციის გადაადგილება, ნახვის უფლების შეცვლა და კოლექციის წაშლა. ასევე შემიძლია გაზიარება, ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებლად ჩემი კოლექცია უნდა გავხადო ეგრეთ წოდებული public-ი, ანუ ყველასთვის ხილული. როგორც ხედავთ, გაზიარების საშუალებას მაძლევს როგორც ბმულით, ასევე შემიძლია დავაექსპერტო PDF-ში, ან გავაზიარო მოცემულ სერვისებში.